არ გაუშვებ გესმის? არ შეუშვებ და იმიტომ. სოცხალი თავით არ შეუშვებ, მიხდით? ხო და ყველა ვარიანტში პატრულს მოვიყვანო და პატრულის ზალით გამოგაგდებ შენი სახლიდან რომ მითხრა წეღან. კი, ეგ მითხრა, პატრული მოვაო და გამოგაგდებენო რომ დავშალო. თუ არ დამაშლებინებო. სასტუმროს მშენებლობას თბილისის შუაგულში ისტორიული სახლები ეწირება. გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მიმდებარედ საუკუნოვანი შენობის კედელი მოულოდნელად ჩამოინგრა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პრობლემები საუკუნოვან შენობას მას შემდეგ შეექმნა, რაც ყოტე აფხაზის ქუჩაზე კომპანია ძველმა ქუჩამ სასტუმროს შენება დაიწყო და მძიმე ტექნიკა გამოიყენა. სახლები ხანძთელის ქუჩაზე ხალხის შემოსავლის წყაროა. ბინებს აქ ტურისტებზე აქირავებენ და თავს ამით ირჩენენ. ამ კადრებში ცხადად ჩანს, რომ ადგილობრივების ქონება განადგურდა. სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ ხალხს პირობა მისცა, რომ შენობებს აღუდგენდა, თუმცა რაც დრო გადის, ადგილზე ვითარება უფრო მძიმე ხდება. ხელყოფა არის, ეს არის საკუთრების ხელყოფა, ფაქტიურად რა, აი წარმოიდგინეთ ახლა. კი ბატონო, და აი საკუთრება, ესე იგი არ არის დაცული ჩვენს ქვეყანაში. და ეს არის არქიტექტურის ბრალი ყველაფერი. მერის არქიტექტურის სამსახური გასცემს ისეთ ნებართვებს, არც კითხულობს გვერდითა შენებლობა როცა მიმდინარეობს რა გავლენაში მით უმეტეს ეს არის ისტორიული უბანი და ყველაზე სასწაული იცით რა არის რომ ძეგლი აი ამ სასტუმროს გამო აი თქვენ შეგიძლიათ მოიკვლიოთ ძეგლი იყო ის და ის ძეგლი ისე გაქრა კაცმა არ იცის გააქრეს ის ძეგლი მე გადავიყვანე გარეთ და ვაჩვენე აი ეს არაფერი არ არისო რა ფაქტურად 10 სანტიმეტრი არის გახსნილი კედელი, რომელიც მანამდე არ იყო გახსნილი. ეს უბრალოდ რაღაცა მოვარდნილიაო და მაგამ გამოიწვიაო, ეგ 12 არაფერია და როცა მოვიდა მაგათი ლაბორატორიის თანამშრომელი, აი ეკითხებოდა ერთ-ერთ თანამშრომელს ეკითხებოდა სულ, აუ ეს ესე დავწერო, ეს ესე დავწერო, აი ეს იგივე არის, აქ იგივე არის. როგორ შეიძლება იგივე იყოს? აი მე დავფიქსირებთ, აი ჭერი გახსნილია, კედელია როგორც თქვა კაპიტანმა ელზამ, რომ დიქტები აუკრეს და იმიტომ აუკრეს ეგ დიქტები, რომ ეს კედელი არ გამოჩენილიყო. მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სახლების რეაბილიტაცია დაწყებულიყო, დაუკმაყოფილებს, თუმცა 1 წლის შემდეგ ვითარება მაცხოვრებელს უფრო მძიმე დახვდათ. არსებული ნაპრალები და ბზარები უხარისხო მასალით შეფუთეს და ისე ჩააბარეს მეპატრონეებს. პროცესი, ეს ჯდომის პროცესი შენობის მიმდინარეობს, არ დასრულებულა. მაგალითად შემიძლია გაჩვენოთ ჩემი კარი, რომელსაც მინიმუმ იმიტომ რომ დავკეტო, უნდა ამოუჭრა რაღაცა ნაწილი და აი ამ რეჟიმში ვცხოვრობ. ანუ კარის ამოჭრაზე რო არ არის აქცენტი, ყველა ვცნობიერებთ მაგას. საუბარი არის იმაზე, რომ ჩემი შეუიარაღებელი თვალით, ფაქტებზე დაყრდნობით ხვდები, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ბერიძის ქუჩის მაცხოვრებლები ხელს ერთ-ერთ მეზობელს ადებენ, რომელმაც მათი თქმით კომპანიას მიმართა მოთხოვნით, რომ მისი სახლის დემონტაჟი მოეხდინათ და შემდგომ ახალი სახლი აეშენებინათ. ამისთვის კი 3 მაცხოვრებლის საერთო კედლის დანგრევა გახდა საჭირო, რაზე თანხმობაც არც კომპანიას და არც მეზობელს მიუღია მოსახლეობის მხრიდან. პროცესში ჩაერთო კომპანია რევილდაფი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩამოანგრია საერთო კედელი. კომპანიის დირექტორს არ აქვს არანაირი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ითვალისწინებენ მეზობლების საჩივარს, რატომ დაანგრიეს საერთო კედელი მათი თანხმობის გარეშე. მე კი არ ვიძახ საერთო კედელი, გინდა თუ არა არ არის ან არის. აი მე იმას ვიძახი, რომ ექსპერტები რო იყვნენ მოსულები. აი ეგ არის ექსპერტის ცნობა, თუ გინდა გაგითხოთ? კი ბატონო. აჰა. ჯერ უნდა გადამაგრებულიყო ეს კედელი. აი როგორც არის გადამაგრებული და მე უნდა დაშლილიყო. აი გადავამაგრე და ეხლა ვშლით. ჩემზე უკეთესად იციან ამ ქალბატონებმა ვირა შეთავაზა, მე არ ვიცი. ამ ბრალდებების საპასუხოდ სახლის მეპატრონის ადვოკატი სამხარაულის დასკვნას იშველიებს. დასკვნაში აშკარად არაა გათვალისწინებული სხვა მეზობლების ინტერესები. ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია თბილისის მერია. ხალხი მათ შეხვდა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე ნულია. ვარ თუ არა საქართველოს მოქალაქე და დაცული არის თუ არა ჩემი უფლება. აი ამას ვეკითხები, ან ბატონ კახის როგორი თანამშრომლები ყავს, რომ საქმის შეიძლება არც არის ის საქმის კურსში, ხო? გადაავალა სხვას და ფაქტიურად ეს არის რომ მოღალატეები ყავს გუნდში და გადახედოს კარგად რა. მოვლენები აჩვენებს, რომ თბილისის ძველუბნებში ჯენტრიფიკაცია მიდის, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ქალაქის შუაგული იცლება, ამ დროს კი საუკუნოვანი შენობები ბიზნესმენების ხელში გადადის. არ არის გამორიცხული მოსახლეობას, ვისაც სახლები დაუნგრიეს, ბოლოს გასახლება შესთავაზონ.